ძვირფასო მუსიკოსებო. თქვენ ხო იცით რომ ეხლა თქვენი აზრი შემთხვევით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ვინ უფრო კარგად ვღერის? გიორგი თუ ერეკლე? გიორგი. ერეკლე. რომელი? გიორგი. ერეკლე. გიორგი. ერეკლე. გიორგი. თქვენ ხო რომ ძალიან რთული შეკითხვა არის ეს. აი, ასეთი ამბავი არის. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ცალ-ცალკე რო ასე მღერიან. ერთად ხო წარმოგიდგენიათ როგორი მღერებენ. მივესალმოთ, დღეს ჩვენი სტუმრები არიან ერეკლე კვერაშვილი და გიორგი ლოლაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეხლა მითხარით რომელი ხართ თქვენ? რომელია გიორგი და რომელია ერეკლე? მე ვარ გიორგი. მე ვარ ერეკლე. საიდან ჩამობრძანდით მითხარით ეხლა თქვენ? მე ქალაქ საგარეჯოდან. თქვენ პატივცემულო? მე ქალაქი საგარეჯოს რაიონიდან სოფელი დიდი ჩაილური. ძალიან კარგი, მიხარია რომ მობრძანდით ჩვენთან. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ საგარეჯოდან ძალიან ბევრი ბავშვი მოსულა ჩვენთან და ვიცი რომ საოცარი მომღერლები ცხოვრობენ იქ. ხო? და იღწვიან, ხო ასეა? მე მგონი ღირსია ტაში დავაჯილდოთ ეს ამბავი. ეხლა მითხარით მე ვინ გასწავლათ თქვენ სიმღერას? მე პაპასგან და მამასთან განმაქვს დაყოლილი ეს ნიჭი. დაყოლილია ეს ნიჭი, როგორც პაპა მღეროდა და მამაც მღერის ეხლა. შესანიშნავი ამბავი. თქვენ პატივცემულო გიორგი? მე ბებია ჩემ მამას სწავლა სიმღერა. სიმღერა. მღეროდა კიდევაც და 20 წელი იყო ფორტეპიანოს მასწავლებელი. ძალიან მაგარი ამბავი უქნიათ. შესანიშნავი ამბავი არის ეს და დასაფასებელი. ეხლა ერთი რაღაცა მინდა გითხოთ, რომელი უფრო მაგარი მომღერალი ხართ? რა საყვარლები არიან. აი, იცი რა არის, ამას ველოდი ეხლა რაღაცნაირად რომ რაღაცა ერთმანეთის სიყვარული რა თქმა უნდა ეკნებათ, მაგრამ ასე დიდ სიყვარულს, აი, იმიტომ არის დუეტი, აი ეს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადამიანები ხართ. ოჩახ თქვენ რომ ასე ამბობთ ერთმანეთზე. ანუ ერთი მეორეზე უკეთესი მომღერლები ვართ. იცი რა არის, მე არავინ არ აღმომაჩნდა ცხოვრებაში გვერდით, რომ დუეტში ყოფილიყო ჩემთან და ამიტომ არ გამოვიდა ჩემგან არაფერი რა. აი ეს მინდოდა მეთქვა. თქვენ სად იპოვეთ ერთმანეთი? ქალბატონი მარინა ურჯულაშვილის სტუდიაში მირელა. აპლოდისმენტები ქალბატონ მარინას. ანუ ეხლა რა მინდა გითხოთ? რაზე ოცნებობთ თქვენ? მე ოცნებობ რომ როცა დიდი გავიზრდები, გამოვიდე წარმატებული მომღერალი და ვიმოგზაურო ბევრ ქვეყანაში. შესანიშნავი ამბავია. საერთოდ სიმღერით მოგზაურობა ჯობია, აბა მანქანით ხო ყველა შეუძლია, ხო? ეგეც არის. თქვენ პატივცემულო? მე მინდა რომ ჩემი მშობლებისთვის სასახელო იყო და გავაგრძელო პაპის და მამისგან დაყოლილი ნიჭი. და ყოველთვის სული იყო რომ მივსულიყავი სიმღერაზე ძალიან უნდა ჩემი სიმღერაზე მისვლა და აუსრულა. იცი რა არის? ეგ მარტო პაპის სურვილი რო იყო, იმიტომ მღერი თუ შენ თვითონაც მოგწონს სიმღერა? მე ძალიან მიყვარს სიმღერა. გულწრფელად ვამბობ ამას. გულწრფელად ამბობ. კი ბატონო. გულწრფელი კაცი რო ჩანს, ხედავთ ხო ადამიანს? კი ბატონო. ძალიან მიყვარს სიმღერა. რომელი სიმღერა გიყვართ თუ გიყვართ? აი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება არ მღერით მაგას, მაგრამ თქვენთვის ყოველთვის რო ღიღინებთ, აი ეგეთი რომელი? მე ერთ-ერთი ხალხური სიმღერიდან მიყვარს ჩაკრულო. ყველაზე ძალიან აი რაც უნდა იყოს მაინც გვიგინებ აი რა. ჩაკრულოს მღერი საერთოდ შე? პატარა მონაკვეთ. ასევე ჰამლეტ გონაშვილის თუ ასე ტულფა იყო ის. გადასარევი სიმღერა, გადასარევი. კარგი. ის მითხარით ეხლა სკოლაში დადიხარ? კი. რა გიყვართ ეხლა მითხარით? სკოლა რო არ გიყვართ, ხვდები უკვე ხო მართალია? არა, სკოლა მიყვარს, მაგრამ დილითად არ მიყვარს. აი ეგ როგორ არის ხოლმე გამაგებინეთ? როცა სკოლაში ვარ, ვერთობი ხოლმე ჩემ კლასელებთან ერთად და დილითად რო ვიმღიზებ, ძილი არ მყოფნის ხოლმე და ძილი მიყვარს. ესე იგი, მეგობრებიც უყვარს და ძილიც. თქვენ ბატონო ერეკლე? მე არ მიყვარს სკოლა. არა? მიუხედავად იმისა, რომ შუა მეორე სულაში ვარ. ხო არ გიფიქრია გიორგი რომ გადახვიდე მეორე სულაში შენც? მინდა, მაგრამ ჩვენ სკოლაში მე მგონი არაა. თხოვოთ ამ სკოლას კაცო დააწესეთ ეს მეორე სულა ან რაღაცა კენით კაცო. ადამიანს იქნება სკოლა უყვარს და ვერ ვიგებთ. ხო შეიძლება რომ ეგრე იყოს. კარგი, ეხლა მითხარით ვინ გინდა რომ გამოხვიდეთ ახლა თქვენ? მე მინდა რომ გამოვიდე მომღერალი და
შემდეგ ან გამომძიებელი ან ექიმი ჯერ არ გადამიწყვეტია. ვა, რა უცნაური გადაწყვეტილება არის ეგ. მე მგონი ყველაზე კარგი გამოსავალი არის. ყველაფრის კეთება შეიძლება სიმღერით. რატო არა? კი ბატონო. თქვენ პატივცემულო? მე მინდა რომ არქიტექტორი გამოვიდე და მუსიკოსი. ხო, თან მღეროდე და თან ხუროთ მოძღვრულ რაღაცებს აკეთებდე, კაი ამბებს აგებდე შენობებს, მე მგონი შესანიშნავი ამბავი. ეგეც შესაძლებელი არის კი. თქვენ ისა ნამდვილ საგარეჯოელებს ახლა უყვართ წვადი, თქვენ გიყვართ წვადი? მე ძალიან მიყვარს. მე ხოცი არ მიყვარს. რა არ მიყვარსო? ხოცი არ მიყვარს. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე რაო? ხოცი არ მიყვარს. გაიგონეთ რა თქვა? უხორცო მწვადი გიყვარს? არა? უხორცო ხინკალი მიყვარს. მოიცა. მოიცა, რა მიყვარს კიდევ ერთხელ მითხარი? უხორცო ხინკალი. მე მოხევეს მეუბნება ამას წარმოგიდგენიათ? უხორცო ხინკალი. ეგ დაახლოებით რა არის, იცი? გითხრა? სიმღერა სიმღერის გარეშე. როგორ ჭამ დედას გაფიცებ მითხარი, აი? ჩაოლებია. ჯერ დანი თუ ხსნი, მერე უბერა, წვენს უსვავ და მერე ხორცს ვაგდებ და ვჭამ. დავიღუპეთ. ესე იგი, ჯერ დანაჩანგლით ხინკალი. ესე რო გაჭრი, მთელი წვენი რო გადმოისხმება იქიდან. ხორცს წვენს ხრიპაო? ხო. კიდე კაი. კიდე კაი, გადავშით ხახო აპლოდისმენტები. ხორცს აგდებს იმას, კაი, ნაღარში მაინც გვაქვს. შესაბამისად რაღაცა გამოგი. თქვენ რა გიყვართ, რადგან ჭამაზე დავიწყეთ? მე მიყვარს მწვადი, აჰა. ხაშლამა, უშეგაი. კი ბატონო. ხინკალი. კი ბატონო. თქვენ ის უნდა ვკითხოთ რა არ მიყვარს. კარგი, კი ბატონო. რა არ გიყვარს მითხარი? ბროკოლი. ბროკოლი არ უყვარს. ზუსტად ერთნაირები ვართ ამ ამბავში. გეთანხმები. მე და შენ იცი რა ვქნათ, მე შენ დაგპატიჟებ კარგ ხინკალზე. კარგი გიო? ნუ ერეკლე რა თქმა უნდა მოდის ჩვენთან ერთად და კარგ ხინკალს გაგასინჯებ, რომ ისეთი რომ ხორცის გადაგდება არ მოგიდეს. შევთანხმდით? შევთანხმდით. კი ბატონო, აი ეგრე ვქნათ მაშინ. აი სიმღერა გავიგე. ყვებაც გავიგეთ. საერთოდ სუფრასთან როგორი მიმართება გაქვთ მითხარით, აბა? თამადობა თუ იცით თქვენ ახლა მე? მე კი. მართლა? მეც. თამადობთ ხოლმე? მე კი. უბანში რო გავდივართ ხოლმე საგარეჯოში, ფეხბურთს რო ვითამაშებთ ხოლმე, ხანდახან ვიკრიბებით ხოლმე და მაღაზიაში მივდივართ ხოლმე და ვქეიფობთ ხოლმე. შობლებმა იციან ეგ ამბავი? კი. ღვინის გარეშე ხო რა თქმა უნდა? წვენით. წვენი, ხო, კაც გული ნუ გამიხეთქეთ, კაც კი ბატონო, ხო, წვენი. წვენით ვიწყებდი მეც კაცო და მე ვიცი ეგ როგორია. მე მსხლის წვენით, იმიტომ რომ სტაფილოსფერი როა ღვინოს ყავს. გასაგებია, მსხლის ლიმონათიც ჩემ ბავშვობაში მსხლის ლიმონათი იყო, კი. გადასარევი ფერის მიხედვით ნამდვილად გავს. ხო ასეა? კი ბატონო. მითხარით ვისთან ერთად ჩამობრძანდით აქ? აბა მითხარი გია. მე ჩამოვედი ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად, ჩემ ბიძაშვილებთან ერთად, მამიდაშვილებთან ერთად და დედაშვილებთან ერთად. ანუ ფაქტიურად ყველა ჩამოხვედით, ხო? შესანიშნავი ამბავია. საგარეჯოში დარჩა ვინმე? ჯიჩაილურში დარჩა ვინმე? ჩემი კლასელები, მაგრამ ვერ წამოვიდი. კლასელები მოდიოდნენ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხეს. შენ ვისთან ერთად მოგძანდით? მე მოვედი ჩემ ოჯახის წევრებთან, ბებოსთან ერთად, დეიდასთან ერთად და დეიდაშვილებთან. სადაც ხედან ეს ხალხი ყველა ვინ ჩამოიტვალეთ, აქ არიან სულ ყველანი? აქ არიან ყველანი. აი აქ არიან. გაფანტულები არის. აბა მანა, ხელით დამენახეთ, აბა და აი თელ დარბაზი თქვენ ახლა. მარინა მასალებელი არ წამოიყვანე. იყო, მაგრამ წავიდა. მარინა მასალებას განსაკუთრებული მადლობა უთხრა და ტაში დაუკრათ, იმიტომ რომ საოცარი ბავშვები მოყავს ყოველთვის ჩვენს გადაცემაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა. დღეს რა უნდა მიმღეროთ, აი ეგ არ ვიცი მხოლოდ და მხოლოდ და ხო არ მეტყვით მაგამ ბავს. სატრფიალო. სატრფიალო. ვისი სიმღერა? ქეთი გაბისიანის, ხო? ქეთი გაბისიანის. კი ბატონო, აპლოდისმენტები ქეთის. ახლა სანამ ვიმღერებთ კიდევ, აუცილებლად საჩუქარი უნდა მოგცეთ მე თქვენ და ნახე, ამის გახსნის უფლება მარტო მე მაქვს 3 2 1. ოპ, იხსნება და შესაბამისად არჩევთ თითო საჩუქარს, რომელიც მოგწონთ, დაერიეთ, დაესიეთ, აიღეთ მითი. აბა მეგიცდით. აი. აჰა, კი ბატონო, ერთი ვიპოვეთ. მაიტა მოგეხმარო. აბა? ეს იყოს, კი ბატონო. ახლა კი გიორგის და ერეკლეს მოусვინოთ.
თქვა მინდოდან ის ჩამოვხევი ბარადა მონადრევამ კი გამასრო წვიმასთან გაინავარდა წვიმასთან გაინავარდა გულში თუ ჩაგიკრავადიდა ღირდა ძირს ჩამოვარდნადა რატომ ახევი სურვილსა შენ უნდა მიხვდე თავადა შენ უნდა მიხვდე თავადა ამეხანს მიგვირს ხალაუესად დაიდებინაო შენი ყურება მსურს თორე კოცნას რა უდგასინაო კოცნას რა დაიარები ცალადა ხელებს უკივე შემოქვევს გამოგადგება ცარადა გამოგადგება ცარადა თუ ვერა მოვთქვამ ნატრასა წვიმას გავყვები ვალადა სივებს უკივე შემოქვევს გიორგის და ერეკლეს აპლოდისმენტები. ჩვენ შესანიშნავ ბენდს აპლოდისმენტები. ერეკლეს და გიორგის საჩუქრები ანდანასგან. აჰა, ესეთი ბიჭური სპეციალური, აი ზურგჩანთები, ნახე ვინ არის ახლა? ნახე ვინ არიან? ჩვენი საყვარელი ფეხბურთელები არიან გამოსახულები, ეს არის ანდანა, რომელიც არის ქართული ზურგჩანთების წარმოებელი კომპანია. საჩუქრები რო უნდა მივიღოთ კიდე ხო ვიცით? კი ბატონო. ფაგიო. აი ეს ფაგების ნაკრები, ეს არის იმისთვის, რომ არასდროს არ მოგეკაროთ გაციება და ინფექციები. დედამ იცის ფაგიო. ეხლა ის მოვა. ლოკომოკოს? ლომი. აბსოლუტურად მართალია, ლოკომოკოს ლომი. აი, ესეთი საჩუქრები. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უსმენდით ჩვენთან პატარების სამეფოში გიორგის და ერეკლეს.